კაქტუსის ჩარგვისას ქოთანი უნდა მომზადდეს ისე რომ ძირში უნდა ეყაროს, აი დაახლოებით აი ამ ზომის კენჭები ან პემზის ნატეხები ან რაღაც ესეთი მსხვილი დაახლოებით 1/3-ზე. მერე ფენა ესეთი ორგანული მასალის რაღაც ნარჩენები, აი ნებისმიერი ხის ქვეშ შეიძლება ეს აიკრიფოს. თხილის ხიდან იდეალურია რა, თხილის ნარჩენები, რაღაცა ნაჭუჭები და ესა ერთი ფენა, რომ აი კარგი დრენაჟი იყოს უზრუნველყოფილი. მერე უკვე აი ნარევი მიწა და მსხვილი პემზა. დაახლოებით აი 3 წილი მსხვილი პემზა და 1 წილი მიწა. გააჩნია რა კაქტუსისთვის მზადდება. აი ეს არის მირიოსტიგმა და ამას ეს მეტ მიწას იტანს და თუ ასტერიას რგავ, მაშინ უფრო მეტი უნდა იყოს ეს მინერალური ნარევი და ცოტა მიწა. მოკლედ აი ესეთი ნარევი ჩაქრი აქვს ესე. დადებ ამ კაქტუსს. ესე დაიჭერ კაქტუსს და ამ ნარევით შეავსებ ასე ჩვენებრივ. უშუალოდ ღერო უნდა ეცადო, რომ შედარებით თავისუფალი იყოს და მერე უკვე მოაყრი პემზის და პერლიტისა რაღაცა ესეთი ქვიშის ნარევს. ეს კეთდება მულჩირებისთვისაც და თვითონ ეს ღერო რომ იყოს სისვლისგან დაცული. ხა პემზა უფრო წყალს იწვევს, შეიძლება ეს იყოს სუფთა ქვიშა, ოღონდ ეს პემზა ყოველთვის და ქვიშაც უნდა გაირეცხოს. ანუ ის რაღაცა ფქვილივით მასა არ უნდა შეყვეს, რომელიც ფაქტიურად რაღაცა იმის აი სამშენებლო მიზნებისთვის გამოიყენება და წებოს ფუნქციას ასრულებს. და აი ესაა რა, ესაა კაქტუსის ჩარგვა. ეხლა შეიძლება ოდნავ წყალი დაესხას. ცოტა ან დაინამოს, აი ძალიან ცოტა წყალი, რომ ცოტა მოცოცხლდეს, აი საფუძვლიანი მორწყვად ჩარგვისას კაქტუსს არ უნდა. ну, პრინციპში სულ ეს არის. თურქს ძალიან ცხელა და ამიტომ ვათავსებ თაროს ქვეშ, რომ პირდაპირ მზის სხივები არ მოხდეს რამდენიმე დღე, 1-2 დღე, 2-3 დღე ესე შეიძლება გაჩერება მეტიც პრინციპში, რომ არ გამოშრეს მზისგან და კარგად შეძლოს ფესვების გადგმა.